ეს შობაა ივ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. დაბრუნებას გილოცავ. გამარჯობა დედა, საყვარელო. მიხარია შენი ნახვა. გამარჯობა ჯო, მეც მიხარია. მშვენივრად გამოიყურები, მხოლოდ ერთი ჩემოდანი? დედა, მხოლოდ 3 კვირი ჩამოვედი. დედა შენ სამდენი შაბათ-კვირისთვის მიაქვს. სიმართლე არ არის, ნამდვილად ასეა. დიახ, დიახ. გმარა ჩემზე თავდასხმა. ქალაქში გამოვიარე, ძალიან ლამაზია. განსაკუთრებით შობას. ნაძვის ხეთს დადგეს. უკვე ანთეს? გასულ კვირას, მაგრამ ვარსკვლავი დატოვეს. შობამდე, მახსოვს. ვიცი როგორ გიყვარს ნაძვის ხის მორთვა, ამიტომ შენ დაგელოდე საცხობის ხის მოსართავად. მადლობა დედა, ძალიან სასიამოვნოა. მალე საცხობს იხილავს საშობაო განათებით. რა შემიძლია ვთქვა, მიყვარს დღესასწაულები. შობა კი ყველაზე მეტად. სხვაგვარად როგორ შეიძლება? ოჯახი ერთად იკრიბება. მადლობა. მენატრებოდით. ძალიან მიხარია რომ აქ ხარ. ემი, მისის ჰოლდენი მალე მოგაკითხავს. მაბადია დედას ველაპარაკებოდი. კარგი. სვიტერი ჩადე? კი, წითელი, ფიფქებით. აბადოკი? 2. თავად არჩიე. ფეხსაცმელი? ეს რატომ არ მოგწონს? ზამთრის ჩეკმა. გარეთ თოვლია. გავიხდი, როცა კაროლინასთან მივალ. მაშინ გაიხადე და აჩვენე შენი საოცარი ირმებიანი წინდები, რომელსაც მე მოგცემ. კარგი? კიდევ ერთი წამიც. დიდხანს მინდა დარჩე. შენი ქორწილის შემდეგ პირველად ჩამოვედი დიდი ხნით. თითქმის 4 წელი გავიდა. მგონი მაშინ კანზას სიტიში მუშაობდი. სად არ ყოფილ ხარ? მომწონს მოგზაურობა. მამას გავხარ. შენთან შეხვედრამდე. აი თურმე რა შეგაჩერებს? სიყვარული? მხოლოდ საათნახევარი გავიდა და უკვე ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბრობთ. მოთმინება დაგიკარგავს. კარგი რა. სერიოზულად. გამუდმები დროებით იმ მმართველის თანამდებობაზე ხარ. ეს სამსახური ხომ მუდმივი არ არის. ოდესმე იქნება. იქნება აქ, ფრანკლინში. თუ მუდმივ თანამდებობას შემოგთავაზებენ. დედა, მომისმინე. ჩემი მიზანი სკოლის ვალებიდან ამოყვანა და ახალი ხელმძღვანელის დახმარებაა. შემდეგი, თუ გამომივა, სან-დიეგოში წავალ. ნახევარწლიანი კონტრაქტია და გამეხარდება თუ ამ შანსს მივიღებ. კალიფორნია ისე შორს არის. შეგიძლია იფიქრო, რომ შენი ქალიშვილი წყნარ ოკეანესთან ცხოვრობს და სტუმრად გელოდება. თუ ასეა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ხედავ? მერფების ოჯახი გადავიდა? რამდენიმე წლის წინ. ესენი ლიამი და ები არიან. მათ შემდეგ გადმოვიდნენ. ები ძალიან საყვარელი გოგოა. კარგი მიზანიც აქვს. იმხიარულეთ. კარგად. გვიან არ დაიძინო და ჩემთვის ისტორიების მოყოლა არ დაგავიწყდეს. კარგად.
უკაცრავად. ღმერთო ჩემო. მორჩა, დაიწყო. რა? შეეჯახნენ, ყავა დაიქცა. სასიამოვნო კლასიკა. უფრო ბინძური. არა. მათი სხეულის ენას შეხედეთ. დაინტრიგებულები არიან და ამის დავიწყებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. მათი ბედი გადაიყვეთა. მის ადგილას შეიძლებოდა თქვენ ყოფილიყავით. მიხარია რომ გამიმართლა. რა მოხდებოდა თქვენი ჭეშმარიტი სიყვარული რომ ყოფილიყო? ასე რომ იყო სამყარო არ დაუშვებდა. ყავა სხვა გოგოსთვის გადაესხა. კარგი აზრია. ესე იგი რომანტიკის ექსპერტი ხართ. მამა ჩემს უყვარს დრამები, მეც მიყვარს დრამები. ჩემი 10 წლის ქალიშვილსაც უყვარს დრამები. ყველაზე ხშირად ადამიანები ერთმანეთს ხელსასმელს ასხამენ. და ერთმანეთი უყვარდებათ. ასეა, დამიჯერეთ. შესაძლოა. მაგრამ ჯერ მეგობართან მაქვს შეხვედრა. დიახ, მეც. იმედია ვინმე რამეს არ გადაგასხამთ. ჩემზე კი არა, სამყაროზეა დამოკიდებული. მოხვედი. მხოლოდ შაბათ-კვირას არ ჩამოსულ ხარ. კი, მაგრამ არც ისე დიდი ხნით. გამარჯობა საყვარელო, გამარჯობა. გამარჯობა დარსი, გამარჯობა ნელ, შენ რომ გიყვარს. მადლობა. გიჟდები დედა შენზე. ის კი შენზე. ჩემთან შესახვედრად საქმე ხომ არ გადაგიდია. არა, წინა კვირაში სახლი გავყიდე. ჩეკი მივიღე და ვინა ვიყიდე. მართლა? კი, გეპატიჟები. მადლობა, ახლა კი მომიყევი. ვინ არის ეს ბიჭი? ბიჭი, რომელსაც დავეჯახე. ეს რას ნიშნავს? ვინ არის? ჩემი მეზობლის ქალიშვილი. დამავიწყდა სახელი მეკითხა. სახელი არ გიკითხავს, არა? სერიოზულად? ძალიან მოდუმდი. მარტო ხელა მამა ვარ. ბევრი საქმე მაქვს. ტვინი დაკავებული მაქვს. ხოლო შენ შეგიძლია ასე იმართლო თავი. კარგი, ამაზე რა სიტყვი? საშობო კონცერტზე მუშაობ. როგორ მიდის საქმე? მშვენივრად, ნიჭიერი ბავშვები გყავს. კარგი მასწავლებელი ხარ, ჯერჯერობით. გაიგე ახალი მმართველის შესახებ. მხოლოდ ის რომ დროებითაა. რატომ დროებით? ალბათ ბიუჯეტის გამო. პინძურ სამუშაოს ხვებს აძლევენ, რაღაცა შეკვეცავენ. ხელოვნება კი ყოველთვის პირველი ასიაში. დედა შენი და მისი ქმარი ისეთი საყვარლები არიან. რა ხდება შენსა და ჯონს შორის? რას გულისხმობ? თითქმის არ ურთიერთობთ, ერთმანეთსაც არ ნახულობთ. ხო, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. დედა გიждდება მასზე. ეს ყველაზე მთავარია. ხო. მიხარია რომ ბედნიერია. ძალიან დიდხანს ენატრებოდა მამა. შენც. მე? არა. მე ხომ ვიცი. ყველაფერი ასე არ არის. ასე არ არის, მაგრამ რთული იყო. მუსიკას თავი დაანებე. ეს კარგიც გია. იცი არა მგონია. საოცარი ხმა გქონდა. ახლაც გაქვს, მაგრამ არ მღერი. მადლობა, მაგრამ რა სარგებელი აქვს ამას მმართველისთვის? მადლობა რომ მოხვედით. ჩემი ქმარი ავად გახდა, ამიტომ მოედანს მე ვადევნებ თვალს. არა უშავს მისის არის. პენელოპა დამიძახეთ. ეს უბრალოდ შეხვედრა, ასე რომ თავს მარტო არ იგრძნობთ. გაქცეული კატის დაჭერა უფრო მარტივია ვიდრე მთელი საბჭოს შეკრება. მადლობა მინიშნებისთვის. ბიუჯეტი უკვე ნახეთ? ჩვეულებრივ ყველაფრის ცოტ-ცოტა შემცირების მომხრე ვარ ხოლმე. კი, მაგრამ ეს უკვე გავაკეთეთ. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნებ სადმე ოქროს ქოთანია დამალული. ნეტო, დახმარების თხოვნაც რთულია. მშობლებს გონიათ, რომ მათი ფული ჰაერში იკარგება. ხო, ხშირად მინახავს ასეთი რამ. ზოგმა განყოფილებამ სასწავლო კვირა 4 დღემდე შეამცირა. მშობლები წინააღმდეგები იქნებიან. მაშინ მოგვიწევს გავყინოთ ყველა ნაკლებად მნიშვნელოვანი თანამდებობა და პროგრამა. მუსიკისა და ხელოვნების განყოფილება. ყველა განყოფილებაში და ყველა კლასში.
როგორ შეგეძლო ამის შეთავაზება? ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ სწორად უნდა გავანაწილოთ პრიორიტეტები. მუსიკა და ხელოვნება კი ამ რიცხვს არ მიეკუთვნება. მე არ გეთანხმები, არც მამა შენი. ის ხო მუსიკოსია? შენც? არა, დედა. დიდი ხანია აღარ ვარ. ბავშვობაში მუსიკა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ შეგიძლია თქვა, რომ ასე არ არის? იმიტომ რომ იდეალური მაგალითი ვარ. როცა დრო მოვიდა, მუსიკას თავი დავანებე და კარიერაზე გადავიტანე ყურადღება. სიმღერას თავის სხვა მიზეზი დაანებე. დედა, უბრალოდ გეუბნები. ეს დამთხვევა არ არის. სიმღერას თავი მამას გარდაცვალების შემდეგ დაანებე. გამარჯობა, მე ივ მორგანი ვარ. მადლობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ, მის მორგან? მადლობა, რომ ჩემთან შეხვედრას დათანხმდით. მინდა განყოფილების ხელმძღვანელებს შევხვდე და დავეხმარო. უნდა გავარკვიოთ რა არის საჭირო და რა არა. დიდებული იყო ბავშვებო. წელს საუკეთესოები იქნებით. მაყურებელი დადნება, ცრემლები წამოუვა. ეს სკოლის ბოლო რეპეტიცია იყო არ დადეგებამდე. გაგაგებინებთ როდის მოხვიდეთ. ფოსტას თვალი ადევნეთ. ივარჯიშეთ. ახლა კი შეგიძლია წახვიდეთ. მადლობა, კარგად. გამარჯობა ბავშვებო. არ ვიცი შევძლებ თუ არა დირექტორის პოვნას. ცუდი არ იქნებოდა თქვენი ვიზიტის შესახებ გაგეფრთხილებინეთ. უბრალოდ აქვე ვიყავი. სკოლის მმართველები ყოველთვის შემთხვევით აღმოჩნდებიან ხოლმე ახლოს, რათა შეუმჩნევლად მოვიდნენ. მოვძებნი. კარგია. კარგად გამოგდის. ჩემი საყვარელი სიმღერა. მართლა? ახალს როდის დაწერ? როცა თავისუფალი დრო მექნება. კარგად გამოგდის. ჩემი საუკეთესო თაყვანისმცემელი ხარ. ერთადერთი თაყვანისმცემელი, ხოლო ჩემთვის უკრავ. ამ საქმეს თავი დავანებე. რატომ? იმიტომ რომ ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს. შენ და ჩემი სტუდენტები. ლიამ, დირექტორი ვატი არ გინახავს? არა, დიდი ხანია არა. დროებითი მმართველი ეძებს. ყველაფერი რიგზეა? კი. ყველაფერი რიგზეა. აქ დარჩი ივარჯიშე. მალე დავბრუნდები, კარგი? აქ იყო, ჯერის ვერ ვპოულობ. ლამაზი მელოდია. მადლობა, მამა ჩემო დაწერა. როგორ ჩანს, ძალიან ნიჭიერია. კი.
ამ სკოლისთვის ძალიან პატარა ხომ არ ხარ? მამა ჩემი მასწავლებელია. ძალიან კარგად უკრავ. მადლობა. სიმღერა უფრო მიყვარს. მართლა? მე ივი ვარ. ები, სასიამოვნოა. უკრავთ? დიდი ხანია აღარ. რატომ შეწყვიტეთ? ამას მამა ჩემთან ერთად ვაკეთებდი. მუსიკოსი იყო ჯაზ ბენდში. ტრომბონზე უკრავდა. მე კი პიანინოზე მასწავლა დაკვრა. ასევე სიმღერაც მასწავლა. გინდა დაუკრა? მირჩევნია შენ გიყურო როგორ უკრავ. სასიამოვნოა. თქვენ? ლიამი. ივი, თქვენ კი ების მამა ვარ. მასწავლებელი. დიახ. თქვენ კი ნელას ქალიშვილი არა? დიახ. მის მორგან, აი სათხართ. დირექტორი ვატი კაბინეტში დაბრუნდა. მადლობა. არა. დიახ. თქვენ? სკოლის დროებითი მმართველი. კარგი. შეიძლება ერთი წუთით? რა თქმა უნდა. ყველაფერი რიგზია? კი, ყველაფერი რიგზია, მის მორგანს უნდა დაველაპარაკო. იცით აქ რატომ ვარ? ყველა მიცის. პატარა ქალაქში ჭორების გავრცელებაზე სწრაფი მხოლოდ სინათლის სიჩქარეა. რამდენად ცუდადაა ყველაფერი. ჩემთვის ამაზე საუბარი არ შეიძლება. თავს დამიქნევთ თუ გამოვიცნობ? არა. მუსიკის განყოფილება? უნდა წავიდე. ხელოვნების განყოფილება? სასიამოვნო იყო შენი გაცნობაები. ყველა განყოფილება? ნახვამდის ლიამ. ეს ზრდასრულების საუბრებიდან ერთ-ერთია, რომელზეც არ უნდა გითხო? კი, სწორედ ასეა. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ პირდაპირ ცხოვრობს. საყვარელია, უნდა შევიძულო? არა, რა თქმა უნდა, არა. გრძელი ისტორიაა. ეს ნიშნავს, რომ საუბარი არ გინდა. როდის დაჭკვიანდი ასე? ყოველთვის ვიყავი. ნამდვილად. არ დაგავიწყდეს, ამ კვირაში ნაძვის ხე უნდა ვიყიდოთ. დაგავიწყდა. არა, უბრალოდ ბევრი საფიქრალი მქონდა. კაროლინამ უკვე დადგა. კაროლინა შურით მოკვდება, როცა ჩვენს ნაძვის ხეს ნახავს. ნუ ღელავ ყველაფერს გავაკეთებ. არა უშავს, ვიცი რომ დაკავებული ხარ. ისეთი დაკავებული არ ვარ, რომ ნაძვის ხის გარეშე დავჭეთ. ნაინახავ. ხვალ შენ და მე საუკეთესო ნაძვის ხეს ვიყიდით. ძალიან უცნაური ხარ. ვიცი, ყველაზე უცნაური. აქ ხავი. გამარჯობა, ცუდ დროს მოვედი? არა, მოგვისწარი, შემოდი. ეს მართლა შენ ხარ? დიახ. ოდესმე თქვენც გაიზრდებით და შეძლებთ უცნაური სამოსის ჩაცმას. სასაცილოდ მაგარს. მართლა? გინდა ნახო როგორ გამოიყურებოდა მამა შენი ახალგაზრდობაში. კარგი, ბანაობის დროა. დახმარება გჭირდება? დაისვენეთ, თავად გავუმკლავდები. ბიჭებო, ზემო წავიდეთ. ბანაობის დროა. არა? ვაიეთ, დეით. ზემოთ ადით. მერე კი კიდევ ერთი საჩუქარი ჩავწეროთ ოჯახის სურვილების სიაში. როგორც გინდოდათ. გავიქცეთ? გენიოსი ხარ. ოჯახის სურვილების სია? ბრედმა მოიფიქრა. საიტი შექმნა ყველა საჩუქრისთვის, რომელიც შობას გვინდა. მულებიც კია, რათა არაფერი დაგვავიწყდეს. როგორც საქორწინო საჩუქრების სია? ასია, როცა ცოლად პროგრამის მიყვები. ვერ ვიჯერებ, რომ გათხოვილი ხარ და ორი შვილი გყავს. ვერც მე. მე კი შენთან შედარებით ჩამორჩენილი ვარ. სამაგიეროდ მთელი ქვეყანა მოიარე. ისალოცი ბარათები მაქვს. მომიყევი, როგორ ჩაიარა. ვერავინ მიტანს. მე მიყვარხარ. მადლობა. ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა ყველას ვძულ ვარ.
ყოველთვის ასე ამბობ, როცა ახალ საზოგადოებაში ხვდები. ხო, მაგრამ არ ვიცი. ყველაფერი სხვაგვარადაა, ეს ფრანკლინია. ჩვენი ქალაქის მიმართ გულგრილი არ ხარ? მითხარი და მაშინვე სახლს მოყიდი. არა, მე არა. კარგი, მადლობა. ფრანკლინი მიყვარს. შენ აქ ცხოვრობ ოჯახთან ერთად, დედა და ჯონიც. იმდენი მოგონება მაქვს. არ ვიცი. არ შემიძლია ამის ახსნა. როცა გაჩერებას გადაწყვეტ, გამაგებინე. ძალიან გთხოვ. ხმა მაღალი იყო. ვიცი. მოვდივარ. წადი, საქმეს მიხედე. მალე დავბრუნდები. კარგი. ფილმი გახმოვანებულია აჯარანეთ ბეთის მიერ. გამარჯობა ივ. გამარჯობა ჯონ. საშობაო ორცხობილავ გიშდები. ნელა 8 საათის შემდეგ თბილის ჭამის უფლებას არ მაძლევს. ასე რომ ისი ამონეს სანამ შეგიძლია. რატომ იყავი ბეილებთან? ბეილებთან? კი. ლიამთან და ებისთან. დავინახე როგორ გამოხვედი. უბრალოდ მეზობლურად. კარგი. დედა შენს წაუღებ. უკმაყოფილო სახე გაქვს. უბრალოდ უკვე მესამე ვათვალიერე ბიუჯეტს სასწაულის იმედით. ჯერ არაფერია. არ გინდა რაიმე უფრო საინტერესო გააკეთო? რა? დედასთან ერთად იყიდო ნაძვის ხე. კარგი. ქურთუქს ავიღებ. იმდენი ხანია ეს არ გამიკეთებია. ყოველ წელს ყველა აქ არის. კი დედა ვიცი. მიხარია. თითქოს მე არასოდეს ვიყო სახლში. არასოდეს მყოფნის. რამდენადაც მახსოვს ძალიან პრეტენზიული ხარ ნაძვის არჩევასას. დიახ. მინიმუმ 2 მეტრი უნდა იყოს. ბევრი ტოტით. კარგი. მარა ეს დაბალია. აი ეს. გამარჯობა. 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 გამარჯობა მის ბელ. ერთმანეთს იცნობთ? დიახ. კი. გამარჯობა ივ. გამარჯობა. როგორც იქნა ნაძვის ხეს ყიდულობთ? ივი საცხობისთვის არჩევს ნაძვს. ეს ავირჩიე. არა, ის ჩვენია, ჩვენ ავირჩიეთ. ჩვენც? ბავშვს წაართმევთ ნაძვის ხეს. დაბიო საქციელია. მაგრამ ეფექტური. კარგი, მხოლოდ ების გამო. მადლობა ივ. არაფრისები. ვის უნდა ცხელი შოკოლადი? ნაძვი უნდა ვიპოვოთ. მეორეც არის ზუსტად ასეთი. აი იქ. თავიდანვე რატომ არ თქვი? თქვენ ორნი ზედმეტად დაკავებულები იყავით. წამოდით, კაკაო დავლიოთ. შენ რომ არ ყოფილიყავი, ჩხუბს დაიწყებდნენ. მაპატიეთ რომ ასე ვიკამათეთ. ჩვენივრად გადავიკვეთეთ. პრობლემები კი მერე დაიწყო. მისტერ ბელი? ჯანელ, როგორ ხარ? ბიჭებო? უეი. გამარჯობა მეგობარო. გამარჯობა მისტერ ბეილი. ხვალ თქვენთან სახლში ვიკრიბებით არა? დიახ, მე და ები მორცხობილები მოვამზადეთ. თქვენ მისტერ ბეილის მეგობარი გოგონა ხართ? არა. არა ბავშვებო, ეს მის მორგანია, სკოლის დროებითი მმართველი.
გამარჯობა. იცით, მისტერ ბეილი საუკეთესო მასწავლებელია და წელს საუკეთესო საკონცერტო პროგრამა აქვს. კარგი, კმარალაყბობა. ყველას ხუთებს გიწევთ. ხვალ შევხვდებით. კარგად, მისტერ ბეილი. ხვალ დავუკრავთ. შევხვდებით. კონცერტი? დიახ, საშობაო კონცერტი. რაიონის ყველა სკოლა კონცერტს ამზადებს დღესასწაულისთვის. გვიჭირს გამკლავება, მაგრამ კარგი გზაა ხალხის ერთად შესაკრებად. ხალხს უყვარს მუსიკა წლის ამ დროს. თქვენსაც ამზადებთ? კი. როდის დაიწყეთ მასწავლებლობა? 9-10 წლის წინ. ები მხოლოდ 1 წლის იყო. უკეთესია ვიდრე როკ ჯგუფის შექმნა. როკ ჯგუფი? ბინგო ჯონსი. სახელი საიდან გაჩნდა? ასე ერქვა ჩემი მეგობრის ძაღლს. კარგი. რაზე უკრავთ? თითქმის ყველაფერზე. პიანინო, გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები. ჩემს მშობლებს მუსიკალური მაღაზია ჰქონდათ, ასე რომ ყველაფერზე ვისწავლე დაკვრა. ყველაზე მეტად რა გიყვართ? პიანინო. და მუსიკას წერთ? ები უკრავდა თქვენს ერთ-ერთ სიმღერას, როცა შევხვდით. ძალიან ლამაზია. კარგი. არ უნდა მომესმინა? რა თქმა უნდა, კი. უბრალოდ დიდი ხანია ჩემი სიმღერები არავის მოусმენია. ნების გარდა. კიდევ წერთ? არა. რეალობა ბევრ დროს მართმევს. ხო. ასე ხდება. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ხვალ ხომ დამეხმარები ნაძვის ხის მორთვაში, საცხობში? კი. კარგი. ძადი. მეგობრული იყავი. კარგი. დაგეხმარებით. არ მეგონა დახმარება თუ დამჭირდებოდა გიჭირავთ? დიახ. დიდი ხეა არჩიეთ. თქვენც არა? სადგამი გამოიღე? კი. კარგია. ცოტა ავწიოთ. ფრთხილად. აწიეთ. კარგია რომ სპორტ დარბაზში არასოდეს ყოფილ ვარ. სულ ეს არის. აშკარად ჩემ ხეზე დიდია. კარგი, საკმარისია. დაგეხმარები? აქ მოგიდე. შენ სასაკში ეს საქმე ყველაზე მეტად მიყვარდა. გინდა ჩემთან ერთად მორთოთ? არ ვიცი. მამა, შეიძლება ივი დაგვეხმაროს? ყოველთვის ამბობდი რომ ერთად უკეთესია. მე არ მithქვამს. კარგი ვთქვი. გთხოვ, ეს ხომ თქვენი ხეც არის. კარგი თუ ასე ამბობ. მაშასე, ერთი ასეთიც ვნახოთ. გონი აქ მოხდება. გინდა თავად გავუკეთოთ? კი. როგორც იტყვით. მადლობა. ძალიან მაღლა? ლამის დამავიწყდა. დედამ ბურთი გამოგზავნა ჩიკაგოდან. მოიტანე. ესე იგი ები თქვენთან ცხოვრობს? კი, რეიჩელი კარდიოქირურგია ჩიკაგოში. სკოლის პერიოდში ჯობია ჩემთან იყოს. ზაფხულში დედასთან ცხოვრობს. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ. კი, მოვიფიქრეთ. ბევრი დრო გქონდა. მე და რეიჩელი ადრე დავქორწინდით. მერე ები გაჩნდა. რეიჩელის კარიერა წარმატებული გამოდგა. მერე კი მივხვდით, რომ განსხვავებულები ვართ. რეიჩელი თავის გზაზე წავიდა. მე კი დავრჩი. ებისთან. კი, ებისთან. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამართლებს. ები საოცარია. აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემი ქალიშვილია, ასე რომ. ნაბადია უნდა უპასუხო. კი, რა თქმა უნდა. იუ. გამარჯობა, პენელოპა ჰარისი ვარ. საუბარი შეგიძლიათ? კი, რა თქმა უნდა. რა ხდება?
ყველაფერი ისეა, როგორც მითხარით. შეგიძლიათ 5 შაბათს მოხვიდეთ, რათა ყველას შეხვდეთ. დიახ, რა თქმა უნდა. კარგი. ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ გამოვაცხადებთ, რომ მუსიკისა და ხელოვნების განყოფილებებს ხურავთ შობის წინ. მოვალ. ამას შენთვის წერდა. შობა შენი საყვარელი დღესასწაული იყო. ეს შობა ივ. თითქოს ძალიან სასაცილო იყო. შენც ყოველთვის იცინოდი. ყოველთვის. დასრულებული არ არის. დასასრული ვერ მოიფიქრა. დედა, შეიძლება წავიღო. რა თქმა უნდა, საყვარელო შენია. ძალიან მენატრება. მეც. მართლა? ივ. მე და ჯონი დავქორწინდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამა შენი დავივიწყე. ვერასოდეს შევძლებ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას ძალიან გავხარ. ნიჭიერი ხარ. შრომის მოყვარე. ჭკვიანი. მათემატიკას არ გულისხმობ. დიდი ხანია ყველაფერი დამავიწყდა. მე ასე არ ვფიქრობ. მგონია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ აქ არის. ფილმი გახმოვანებულია აჭარა ნეტბეთის მიერ. რა ხდება? ჯონს საყვარელი შეტყობინებების გამოგზავნა უყვარს, მართლა? არ მისცე მოხუც მეხანძრეს უფლება მოგატყუოს. ჩემზე რომანტიულია. ჯონი? კი, მალე ჩვენი იუბილეა. ვიცი, რომ საჩუქარი აქვს. ტყუილები არ გამოსდის. ეს ხომ აპრილშია. აპრილში დავქორწინდით, შობას კი შევხვდით. გახსოვს, საცხობში ხანძარი გაჩნდა. და გამოძახებაზე ჯონი მოვიდა. თავის გუნდთან ერთად. კი, მახსოვს. სასიამოვნო იყო. რა? მარაფერი. მიხარია, რომ ბედნიერი ხარ. მინდა შენც ბედნიერი იყო. ოდესმე. გამარჯობა ივ. გამარჯობა, შეიძლება შემოვიდე? ხო, რა თქმა უნდა. ჯონ მარტივია ნახე? დო? დო? ა, დო, ყველაფერი იცი. უბრალოდ პა. სოლიდან ხომ არ დავიწყო? თუ გინდა სოლიდან იყოს. ების წაყვანას ვაპირებდი საციგურაო მოედანზე. გარს მე დავკეტავ. რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. ლიამ მაუფლება მომცა მის სახლში ვივარჯიშო, რათა სიურპრიზი გამომივიდეს. რა სიურპრიზი? აი რა. იდეა მაქვს იუბილესთვის. მინდა სიმღერა დავუწერო. კოლეჯში ვუკრავდი. სუდად, მაგრამ საშინლად არა. ვიცი როგორც უყვარს მუსიკა. კი, უყვარს. მუსიკოსი არ ვარ. მამა შენი იყო მუსიკოსი. მისი ადგილის დაკავებას არ ვცდილობ უბრალოდ. გინდა რაღაც ასიამოვნო გააკეთო საკუთარი ცოლისთვის. იმედი მაქვს მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ყველაფერი რიგზია. წავალ, შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს ივარჯიშო. ივ. გპირდები, არაფერს ვეტყვი. არა, არა. ნელამ თქვა, რომ უკრავდი და მღეროდი. შეგიძლია დამეხმარო. დიდი ხანი არ დამეკრავს ამისთვის.
ამისთვის ლიამი ყავს. კარგ ხელში ხარ. ძვირფასო მუხლები მოხარე. აი ასე. კარგია. გისმენთ? ლიამ, ივი ვარ. რას აკეთებ? საციგურაო მოედანზე ვარ. კარგი? არ წახვიდე. ვიცოდი. საბჭოზე განიხილავს ჩემს რეკომენდაციას. მას ესწრაფად? ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. საყვარელო აქ ვარ. რისთვის? ცოტა ვარიანტი გვაქვს. ხელსაყრელი ვარიანტებიც არსებობს. ჯონმა რაღაც თქვა, რამაც დამაფიქრა. თქვა, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ერთიანდებიან თუ საჭიროა და მინდა ეს გავაკეთო. როგორ? რაიონის ყველა სკოლაში ვიყავი და არც ერთ დირექტორს არ უნდა ხელოვნების განყოფილებასთან განშორება. რა თქმა უნდა, არ უნდათ ასეთ სკოლის პროგრამებში ბევრი ბავშვია ჩართული. ხალხს მათი მნიშვნელობა უნდა ვაგრძნობინოთ. ყავა თუ ცხელი შოკოლადი? არ გამცაჯო, მაგრამ ცხელი შოკოლადი. მხოლოდ კარგი მხრიდან. ესე იგი, ორივე შოკოლადი. ზეფირი? არ ვენდობი ხალხს, ვინც ზეფირის გარეშე სვამს. მარცმე. ესე იგი, გეგმა გაქვს. კი, საწყის სტადიაზე. რა გეგმა? მინდა ყველა ერთად შევკრიბო. რაიონის ყველა საშობაო კონცერტი ერთ სცენაზე. შობა 10 დღეშია. 9 დღეში. რას ფიქრობ? ნაძვის ხის ვარსკვლავის ანთების ცერემონია, ფრანკლინის ერთ-ერთი ტრადიცია. შეგვიძლია ეს დღე გამოვიყენოთ. კარგი. კარგი კონცერტი რომც გამოგვივიდეს. ასე სწრაფად ბიუჯეტის გადავსებას ვერ შევძლებთ. შესაძლოა, მაგრამ თუ ხალხი მუსიკალურ პროგრამას თავისი თვალით ნახავს, შევძლებთ შევთავაზოთ იყვნენ გადაწყვეტილების ნაწილი. მიზეზის შექმნა გასაგებია, მაგარია. მაგრამ 9 დღეში მის გაკეთება რასაც ფიქრობ? გგონია შეუძლებელია. მონდომება არ გაკლია. არ გინდა ვცადოთ? მინდა, შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ ვიბრძოლებთ. კარგად გამოგდის, ძვირფასო. კერდი გაასწორე. მაპატია. მოდი. დავფიქრდეთ. ჩვენს რაიონში 10 სკოლაა. ფიქრობ ისეთი კონცერტი გამოგვივა, რომელიც თითოეულ სკოლას წარმოაჩენს. კარგი, ამაზე საბჭოს შეხვედრაზე ვისაუბროთ. მინდა ჩვენი შესაძლებლობები გავზარდო. ფრანკლინის შესაძლებლობები. მართალია. შენ გარეშე. ფრანკლინი ჩემი მშობლიური ქალაქია. ბევრს ნიშნავს ჩემთვის. კარგი. მაპატია, მართალი ხარ. უბრალოდ დავიღალე და ცოტა იდეა მაქვს. ძალიან კარგი იდეები გაქვს. მართლა? ხო, შენც. მადლობა. არაფრის. მინდა ხალხს უბრალოდ უთხრა. მეტი კლარნეტი გვჭირდება. ან მეტი საღებავი და ფურცელი ხელოვნების განყოფილებისთვის. იმედია სანტასიაში ვართ. ან საქორწინოსია. დარწმუნებული ვარ, სანტას ასეთი რამ არ აქვს. არა, მოიცადე. მგონი რაღაც ძალიან კარგი მოვიფიქრე. საშობაო სურვილების სია გვჭირდება. რა? საშობაო სურვილების სია? დიახ, სკოლებისთვის, რათა ხალხმა შემოწირულობა გაიღოს და იცოდეს რაში დახარჯეს ეს თანხა. რათა მიზანი ჰქონდეთ. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. გენიოსი ვარ. კი, საყვარელო. გვინდა ამის შესახებ კონცერტზე გამოვაცხადოთ, ამიტომ თუ საჭირო ინფორმაცია შევაგროვებთ, 8 დღეში საიტის შექმნას შეძლებ. კი. ხოლოდ კონცერტის ნებართვის მიღება დაგვრჩა.
ძალიან გვიანია, შეუძლებელია. ვერ ხვდები როგორ გინდათ. უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ თქვენ ხომ დუეინის დეიდა ხართ. დუეინის მასწავლებელი ხართ? დიახ, და ის საუკეთესოდ უკრავს საყვირზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი სოლო ნომერი გამოვა. საინტერესოა, განაგრძეთ. პრესაც იქნება. დიახ, და ინტერნეტით ტრანსლაცია, Facebook-ი, YouTube-ი, Snapchat-ი, მომწონს. კარგი. მოგიწევთ ძალიან მოინდომოთ. მაგრამ მინდა დაგეხმაროთ. სიტყვაზე გიჭერთ დუენის სოლოს თაობაზე. რა თქმა უნდა. ძალიან საყვარელი ბიჭია, მაგრამ არ იცის როგორ გამოიყენოს ნიჭი. მე კი ვიცი. მისთვის იდეალური სიმღერა მაქვს. ვოკალური სოლო. უკაცრავად რა? ხომ გაიგეთ? მაგრამ ის ყველაფერს გაუმკლავდება. მადლობა ქალბატონო მერო. სიმღერა გამოსდის. ვინ იცის? 4 წლის მანძილზე მისგან 3 სიტყვის მეტი არ მომისმენია. ძალიან შვიდი ბავშვია, მაგრამ კარგად უკრავს საყვირზე. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მერის მხარდაჭერა გვჭირდება. დუენი კი გასაღებია. გაუმკლავდები. სხვა სახელი გვჭირდება. საშობაო კონცერტი ძალიან მოსაწყენია. საშობაო გუნდი? სადღესასწაულო სასწაულია. ფრანკლინ. სერიოზულად? უბრალოდ შემოგთავაზე. კარგი. როგორც ხედავ, ეს მოგწონს. მთლიანობაში მომწონს. ვგრძნობ, რომ რაღაცას ვაკეთებ გამუდმებით მოგზაურობის ნაცვლად. მუდმივ თანამდებობას რატომ არ პოულობ? ასე საკუთარი კვალის დატოვება შეძლებ. არ ვიცი. დროებითი სამუშაო თავისუფლებას მაძლევს. ეს გინდა? სახალისოა. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ აქედან არასოდეს წავიდოდი. აქ ყველაფერი მქონდა. მოგზაურობა მიყვარს. დედა ამბობს, რომ ამით მამას ვგავარ. მაგრამ გარდაიცვალა, როცა 16-ის ვიყავი და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ფრანკლინი ჩემი სახლი აღარ არის. დანაკარგის მტკივნეული შეხსენებაა. აქედან წასვლა მინდოდა, რაც შეიძლება შორს. და წახვედი. კი, წავედი. სად არის შემდეგი გაჩერება? ალბათ სან-დიეგოში. შემიძლია ჩამოფრინდე. შესაძლოა. თუ ეს სამყაროს უნდა. იმ სამყაროს, რომელიც ადამიანებს აჯახებს? დიახ, დიახ. ყოველთვის გვიყურებს. შობა ვარსკვლავების ქვეშ. მომწონს. მართლა? იდეალურია ვარსკვლავის ანთებისთვის. ახლა კი. ამაში საბჭო უნდა დავარწმუნო. წარმატებას გისურვებ. მადლობა. არაფრის. აი ისიც. უკვე შენს ზებნას ვაპირებდი. გამარჯობა, მაპატია, ჩემი ბრალია. რა სჭირს მამა შენს? ივი სკოლის საბჭოს ხდომაზეა. ძალიან გაკურვებული ვარ წინა რეკომენდაციიდან გამომდინარე. ბევრ რამეს მივხვდი მას შემდეგ და მივხვდი, რომ დროა მხოლოდ ციფრების ყურება შევწყვიტო. გეთანხმებით, აქ იმიტომ მომიწვიეთ, რომ მივხვდით, რთული გადაწყვეტილების მიღება არ მიჭირს. ჩვეულებრივ საუბარი გვაქვს განყოფილებების შემცირებაზე. ბავშვებისა და ზრდასრულების მომავალზე თუ ვფიქრობთ, თავი უნდა შევიკავოთ. ეს რა საიდია? იმედი გვაქვს, რომ კონცერტის დღეს გავუშვებთ და მაქსიმალურად უკუკავშირს მივიღებთ. თუ თქვენი შობა ვარსკვლავების ქვეშ ჩაფლავდება, ჩვენი ბიუჯეტი ძალიან დაზარალდება. ისედაც პრობლემა გვაქვს, მაგრამ ამას შეუძლია მთლიან ბიუჯეტზე დარტყმა შეამციროს. მაგრამ დარტყმა მაინც იქნება. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება გაგვიმართლოს და მე ამის მჯერა. როგორც მე. კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს. ივი მართალია, ადამიანები ციფრებზე მნიშვნელოვანია. თან ახლა ხომ შობა? არ მინდა გავაფუჭო ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. თუ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, ჯერჯერობით მაინც.
მადლობა მეგობრებო. როგორ ჩაიარა? დიდი შთაბეჭდილება ვერ მოვახდინეთ, მაგრამ მზად არიან შანსი მოგცენ. კარგია. შემიძლია ადგილობრივ ბიზნესმენებს დაველაპარაკო, სპონსორები ვიპოვო. კარგი იქნება. ეს რიკია, რესტორანი აქვს ჩედარ ლეინზე. გამარჯობა ივ მორგანი. რიკ ბლუმი. მოიცადე ეს რიკია შენი ბინგო ჯოუნსიდან. ო არა. აფეთქება წარსულიდან. მეგონა შენს გრანჟ წარსულს საიდუმლოდ შეინახავდი. რა არის გრანჟი? უკვე ვნანობ. წავიდეთ. შევხვდებით მეგობარო. კარგად, კარგად. მადლობა. აუცილებლად მოდით ბავშვებიც წამოიყვანეთ. არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ აი რას გთავაზობთ. რას ფიქრობთ? იქნებ შეძლოთ და დრო დაგვითმოთ. ეტლის მოყვანა შეძლებთ? მშვენიერია, ფანტასტიურია, დიდი მადლობა. მოგბრძანდით. არ დაგავიწყდეთ. დიახ, მშვენიერია, ნებართვას მოვიპოვებთ. მადლობა. კარგად. გამარჯობა, არ მინდოდა ხელი შეშლა. ყველაფერი რიგზია. იუბილეო ხვალ არის, მე კი კვლავ მეშლება. სად? გადამსვლელი აკორდი. თითების სწრაფად გადაადგილება არ გამომდის. ჯონ, ძალიან ბევრს ფიქრობ. ხელით უკრავ და არა სულით. კიდევ ერთხელ სცადე. შეძლებ. ჯონ. აქედან დაუგარი. ისუნთქე. ესე. გამომივიდა. მადლობა. არაფრის. გამარჯობა. გამარჯობა. ვიცი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეგიძლია პიანინო მათხოვო. რა თქმა უნდა, შემოდი. რა არის? პროგრამისთვისაა? არა. მამა ჩემმა დაწერა. ვიპოვე და სახლში. პიანინო არ მაქვს. ვიფიქრე რომ შემეძლო. რა თქმა უნდა. რა პრობლემაა? მაშასე, ნახოთ. დავიწყოთ. პატარა ხედავ ტექსტს. სტადე და იმღერე. Well, it's Christmas Eve, all your cares are free. And you're right where your heart belongs to be. And you know that these moments are like falling stars. მადლობა.
ნავრაფრის. შენც მადლობა. შენც უნდა მიიღო მონაწილეობა შობაში ვარსკვლავების ქვეშ. მაგრამ ეს მხოლოდ სიმღერის ნაწყვეტია. მამა შენი სიმღერაზე რა სიტყვი? მეგონა კლასიკას უნდა მივყოლოდით. მე კი მინდა შენი სიმღერა ვიმღერო. ყველაზე მეტად მიყვარს. რა თქმა უნდა, შენ ხომ ჩემი ერთადერთი თაყვანისმცემელი ხარ. ხო, მაგრამ სიმღერაც კარგია. მართალია. კარგი. შენი მუსიკა ბოლოს როდის მოისმინა ხალხმა? იქამდე სანამ მასწავლებლობა დავიწყე. ეს დიდი ხნის წინ იყო. კი, დიდი ხნის წინ, როცა ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი. შენ კი ძალიან პატარა. მგონია რომ უკვე მზად ხარ ახალი გამოჩენისთვის. რას ფიქრობები? გეთანხმები? ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. კარგი. გავაკეთოთ ეს. და თუ შემეშინდება? საყვარელო, ძალიან კარგად გამოგივა. გინდა გიამბო რა მასწავლა მამამ. ყურადღება თავიდანვე უნდა მოიკრიბო. უბრალოდ მღერის ტრიქონებს, ნოტებს და ყველაფერი მალე დასრულდება. თუ ეს არ დაგეხმარება, წარმოიდგინე რაღაც შორს და ხალხი იფიქრებს, რომ სიმღერამ გაგიტაცა. მე უნდა წავიდე. კარგი. მართლა მიდიხარ? შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე კინოში. კინოში? გახსოვს გითხარი რომ მამა ჩემს მე და ჩემს ქალიშვილს ფილმები გვიყვარს. კი. მაშინ წავიდეთ. კარგი. ესე იგი ფილმს ქუჩაში ვუყურებთ დეკემბერში. და ამაში ფული გადავიხადეთ. შობის მოჩვენება მიყვარს ეს ვერსია. რამდენი გაქვს ნანახი? 16. ჩემი ფილმების მოყვარული. მალე დაიწყება. ჯობი ადგილები დავიკავოთ. პლედი გამომართვი. შენ კი წვანე. მისი იდეა იყო. ხომ არ გაიყინა? მარა. რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. აჰა, მიდი. ზამთარში ნაყინის ჭამა მიყვარს. ნაყინის? მენთოლის. მე ამას არ გავაკეთებდი. ახლა შენი ჯერია მიამბო. რა? რატომ აღარ წერ მუსიკას? უკვე გითხარი. მარა. ეს გამართლება არ არის. ნამდვილი მიზეზი მითხარი. უბრალოდ გვერდით არავინ მყავდა. მარტო ვიყავი. ები პატარა იყო. რეიჩელი ოცნებას გაყვა. მე კი მარტო დარჩი. დრო არ მყოფნიდა ჩემს ვარსკვლავს გავყოლოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. რაც დრო გადის, უფრო მარტივია. როგორც ერთ-ერთი ვისაც შენი სიმღერის მოსმენის სიამოვნება ერგო, გეტყვი რომ დაუჯერებლად ნიჭიერი ხარ. მადლობა. რა გამოტოვე? მხოლოდ მთელი ფილმი. მამა? დიახ, ივი როდის მიემგზავრება? შობის შემდეგ. ასე მალე? კი. მალე.
უბრალოდ მართველი რომ იყოს დარჩებოდა. არ ვიცი საყვარელო. ღამე მშვიდობისა. წილინებისა. ძვირფასო შეგიძლია ელვა შემიკრა. ძალიან მღელავ. რატომ? ჯონი ბოლო დროს ისეთი ჩაკეტილია. ეცი რომ რაღაც ჩაიფიქრა, მაგრამ ვერ ხვდები რა. რაღაც იცი არა? არაფერს გეტყვი. მომეწონება? უნდა წავიდე. სად? დღეს მხოლოდ შენ არ გეხმარები. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ორ შეგიძლიათ დრო ერთად გაატაროთ. ხო, მეც. ჯონი ძალიან საყვარელია. მიხარია რომ იღიმი. ყველაზე ლამაზი ღიმილი გაქვს. ძვირფასო. აი ეს მესმის. ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ ეს პიჯაკი მაქვს. შემიძლია ჰალსტუხი გამოვიცვალო. მარა კარგია, წითელი დაიტოვე. არი ნერვიულო, მას მოეწონება. იქნებ სიმღერა საჭირო არ არის. ამ სიმღერას იმღერებ. ბევრი ვარჯიშე და ეს მნიშვნელოვანია. მადლობა დახმარებისთვის. არაფრის. მადლობა რომ დედა ჩემი გიყვარს. შენ ამას შეძლებ. კი. მადლობა ლიამ. წავიდეთ. ჯონ? Oh, there's nothing you could give me, could compare to the gift of your love. No star in the heaven, not a diamond so rare, no light can compare to the gift of your love. So no, buy me anything, 'cause all I'll ever need is for me to fall deeper into you, and you deeper into me. I wouldn't know how to wish for heavenly love this rare. Nothing can compare to the gift of your love. I want you to know you save me like only love
can't compare to the gift of your love. Every breath I breathe is a prayer for the gift of your love. Okay, so მაშასე, ჯანელ, მთავარი შენ იქნები, იმიტომ რომ ჩემი რჩეული ხარ. ვიხუმრე ასე არ არის. ის არის ჩემი რჩეული. აქ სიტყვა. დროის უმეტეს ნაწილს აგავატარებთ. მხოლოდ ნომრისთვის გავალთ. დანარჩენი დრო შიგნით ვიქნებით. გასაგებია? ნერვიულობთ? კარგი. გაიღიმეთ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ფრანკლინის მოსწავლეები ყველაფერს მიიღებენ, რაც ჭირდებათ, რათა ჭკვიანი და წარმატებული ზრდასრულები გახდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა და ხელოვნება განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოვყევით კონცერტის შესახებ მეგობრებს და მოდით შობაზე ვარსკვლავების ქვეშ. მოდით ცერემონიაზე და გაატარეთ მშვენიერი საღამო თქვენს ოჯახთან ერთად. მადლობა. მადლობა. როგორი სილამაზია. ინტერვიუები დამთავრდა. შეიძლება კიდევ იყოს. ნებისმიერი ინტერვიუს ჩავწერ. მომავალ წელს უნდა ვეცადოთ. რომ მომავალ წელს პრეს-მდივანიც იყოს. იმედი მაქვს დიდი დღესასწაული გამოგივა და სახსრებით შეგროვდება. ბრედი როგორ არის? ბრედი მახსოვს ვიღაც ასეთი. საყვარელია, მაგრამ მთელ დროს ჩემი მეგობრის დახმარებაში ხარჯავს. ძალიან მეწოდება. საჭირო არ არის, სიხარულით გეხმარება. მიხარია რომ ერთად მუშაობთ. ეს მენატრებოდა, შენ მენატრებოდი. ჩვენ ხომ ყოველთვის ვურეკავთ ერთმანეთს. ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შეგვიძლია ერთმანეთს ჩავეხუტოთ. ინსტრუმენტი მოიტანეთ. 5 წუთში შევხვდებით. წადით. დუენ მოიცადე. მინდოდა გამოსვლის თაობაზე დაგლაპარაკებოდი. სიმღერის იდეა გააქვს? შვიდი ღამე. სერიოზულად? შეეფერება. იმედი ვიქონიოთ, რომ თავისებურად სიმღერას არ გადაწყვეტს და ნახევარი საათი ჩუმად არ იდგება. მის ხომ ის წყვილი ყავით. ხომ ამბობდი? მაშასე მეგობრებო, სკოლები, ფრანკლინი და ტაფტი მთელი კონცერტის სცენაზე იდგებიან. მასწავლებლები დაგელოდებიან. პატარებს სცენის უკან დავეხმარებით, კარგი? როგორ ხარ? ორივე სერვერი მზად არის. მთავარია პირველი ტალღა გადავიტანოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს ეს ტალღა იქნება. დიდი მადლობა. ყველა ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. შევხვდებით. მადლობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორც იცით, ეს მოვლენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დღესასწაული თქვენთვის, ჩვენი მოსწავლეებისა და ჩვენი ქალაქისთვის. ფრანკლინის სკოლებმა დახმარება ითხოვეს და თქვენ ეს გულთან მიიტანეთ. დღეს გამოვაქვეყნებთ სანტა სურვილების სიას, რომლის ასრულებაშიც ყველას შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. ამ სურვილების ასრულება მუსიკისა და ხელოვნების განყოფილებებისთვის არის საჭირო. ამიტომაც ყველანი აქ შევიკრიბეთ. ყველას ერთი რამ გვინდა. მივცეთ ჩვენ შვილებს ყოველმხრივი განათლება უკეთესი მომავლისთვის. მაშასე, გმარა საუბარი. მუსიკასა და ვარსკვლავის ანთებაზე გადავიდეთ. მინდა ჩვენი მერი მოვიწვიო. დორია სნოდგრასი. მზად ხართ? მაშინ ათულა დავიწყოთ. 5, 4, 3, 2, 1.
როგორ ხარ? გარშემო ქაოსია, მაგრამ არა უშავს. როგორც ველოდით. ნამდვილად. სან-დიეგოს სკოლის საბჭო. უნდა ვუპასუხო. რა თქმა უნდა. გისმენთ? ცხვირზე რა მოუვიდა? მადლობა. აი ასე. ეს გაიგეთე? დიახ, კარგია. შვენიერია. ძალიან კარგად გამოიყურები. ნახვამდის. ახლა კი მიესალმეთ პირველ კლასელებს. Jingle bells, jingle bells, jingle all the way. Oh, what fun to ride in a one-horse open sleigh. Oh, jingle bells, jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. ახლა კი ჩვენი გუნდი გამოვა მშვენიერი სიმღერით. ბედნიერ შობას გისურვებთ. დაიწყო. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. ძალიან მიყვარს შემდეგი გამომსვლელი. მიესალმეთ ჩემი ძმის შვილი დუეინი. მასთან იმუშავე? ყოველთვის არ გამოდის. ანუ თავად მოემზადა. Silence night, holy night, all is calm, all is bright, round yon virgin. გამოვიდა. აკომპანიატორი გჭირდება შემდეგი სიმღერისთვის. სან-დიეგოში მიდიხარ? ლიამ, მე არა უშავს. შენაც გინდოდა. სხვა არაფერი მithქვამს. მე უბრალოდ ლიამ, წამოდი. Sleep in heavenly peace. ები ბეილი არ გინახავთ? გუნდის შემდეგ მღერის. ის მე მოვძებნი. მალე დავბრუნდები. Joy to the world, the Lord is come. Let earth receive her King. ბავშვებო, არ იცით ები სად არის? აქ ყოფილ ხარ საყვარელო. რა მოხდა? I can't. არ შემიძლია, არ გამომივა. შემომხედე. ღრმად ჩაისუნთქე. ნელა ამოისუნთქე. აი ესე. შენ ხალხისთვის არ მღერი. არა, მხოლოდ ჩემთვის მღერი. თუ ისინი ვერ მოგისმენენ, არა უშავს.
დღეს შენი მსმენელი მე ვარ. You are. შენ. ხო. შენ სახლში ვართ და მამა პიანინოზე უკრავს. Okay. კარგი? ქალბატონებო და ბატონებო, მშვენიერი არა? ახლა კი ნამდვილი საჩუქარი. ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებლის ლიამ ბეილის 10 წლის ქალიშვილი. ის სიმღერებს სიმღერას, რომელიც მამამისმა დაწერა. მეგობრებო, სიმღერა შენ, მე და შობა. მიესალმეთ ები ბეილი. ყველაფერი კარგადაა, წადი. საყვარელო, რამე მოხდა? მარა Sing with იმღერებ ჩემთან ერთად. მე? კარგი. შენ და მე. კარგი. კარგად ხარ? ჩემთვის იმღერე. I've never seen nothing more beautiful than light in the tree. When we're standing there together, the smell is out on the carols playing while we're hanging a breeze. Yeah, together's always better. Santa, keep the presents, Mother Nature, you can melt all the snow. They never really matter to me anyway, as long as you are here and holding me close. I'm counting down the minutes till it's you and me and Christmas, and we're dancing in the magic of you and me and Christmas. Like angels trying to sing a wish. You and me and Christmas, the happiest of any Christmas. You and me and Christmas. You and me and Christmas. You and me and Christmas. Me and you and me and Christmas. ბრავო. თავი დაუკარი. ვამაყობ შენით. ყველა გაბრაზდება. რატომ? შობა, მე კი საიც უნდა მივხედო, რომ არ გაიჭედოს. ეს რას ნიშნავს? ტალღა იყო. დიდი მადლობა. დარსის უთხარი რომ მიყვარს და ეს ჩემი ბრალია. ვეტყვი, უნდა წავიდე, რათა სურვილების სიამ ირმებს გზა აჩვენოს. საოცარი ხარ. მიხარი. ეს უნდა ნახოთ. მართლა? იმაზე მეტია ვიდრე გვეგონა. შეგვიძლია ამას სასწაული დავარქვათ. ქალაქი გაერთიანდა. წარმოიდგინე რა შეგვიძლია მომავალ წელს. კარგად გამოგივათ. ვიცი რომ სან-დიეგოში წასვლა გადაწყვიტეთ და ისიც ვიცი რომ კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ თუ გადაიფიქრებთ დარეკეთ. ძალიან მოინდომეთ ივ. დაუჯერებელი შემოქმედებითი მიდგომა და ქალაქის სიყვარული აჩვენეთ. გვინდა ეს მუდმივი იყოს. დაფიქრდით. რა თქმა უნდა. მადლობა. შობას გილოცავთ. მეც გილოცავთ.
ძვირფასო ყველანი ვამაყობ ჩენით. ყველაფერი მშვენიერი იყო, ივ. რა მოხდა? არ გეყოთ? კი, ბევრად მეტი მივიღეთ ვიდრე გვეგონა. ბრედი საიცადევნებს თვალყურს პრობლემა რომ არ შეიქმნას. მაშინ რა მოხდა? სამსახური მივიღე სან-დიეგოში. ძალიან კარგია, გილოცავ. წავალ მანქანას დავქოქავ. გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე. მაგრამ შეგიძლია ჩემს გარეშე წახვიდეთ. შევხვდებით. საუბარი გინდა? ახლა არა. კარგი. აი რაც გეტყვი. ძალიან გამეხარდა შენი სახლში ყურება ამ დროის მანძილზე. ყოველთვის მიხარია შენი ნახვა, მაგრამ ამჯერად საკუთარ თავს გავდი ბავშვობაში. ბედნიერი იყავი, როცა დავინახე, რომ სცენაზე მღეროდი. როგორც მაშინ ჯონის წყალობით შევძელი, რომ არ დავცემულიყავი. არ ვიცი როგორ მოვიქცე დედა. საყვარელო. ჩემო მშვენიერო გოგო, არჩევანი გაქვს. შენ ადგილას რომ ვიყო, გულს მოусმენდი. ის ხომ ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს. უნდა დავუჯეროთ. ძვირფასო. შობას გილოცავ, ივ. მიყვარხარ, ები. ივ. წუხარო მამა შენს არ ვიცნობ. თუ ის შენ გავდა, საოცარი ადამიანი ყოფილა. იმედი მაქვს შენ ითი ამაყებდა. მადლობა რომ დამეხმარე მუსიკასთან დაბრუნებაში და იყავი ჩემ გვერდით. ბედნიერ შობას გისურვებ, ლიამი. Liam. Well, it's Christmas Eve. Hope you're carefree. And you're right where your heart longs to be. And you know that
these moments are like falling stars. You think they fade into the dark, so hold on tight to Christmas Eve. Then we go trust in time next year. Our worlds will be like dance and drink and sing of memories. Oh, it's Christmas Eve. I may be naive, but you're right where I hoped you'd be. Here with me, here with me. Oh my Christmas Eve. And for all the lucky ones who leave, no, I love you one time. I see 100 trips around the sun, and know that the dreams become more. It's Christmas Eve. I may be naive, but you're right where I hoped you would be. Here with me, here with me. Oh my Christmas. Eve, შენი საშობაო საჩუქარი გავხსენი. მე ვიცი ალბათ უნდა მომეცადა, მაგრამ ვერ შევძელი. ასე რომ გავხსენი და იმდენმა გრძნობამ გაიღვიძა ჩემში. გადავწყვიტე მოვსულიყავი და მეთქვა. როგორი მშვენიერი სიმღერა და რამდენს ნიშნავს ჩემთვის. მინდა იცოდე, რომ სან-დიეგოს შემოთავაზებას არ დავთანხმდი. ვაპირებ პენელოპეს დაურეკო და მუდმივ სამსახურზე დაველაპარაკო. და ახლა როცა ვხედავ, რომ ეს მოგწონს, ერთი კითხვა მაქვს. ცხელია? და რამე? როგორც იქნა. დიდი ხანია სამყაროს ველოდები. კარგი. გრძელი დღე იყო. შემოხვალ? ამაზე მეტად არაფერი მინდა. კარგი. პერანგი უნდა გამოვიცვალო. არც კი გაბედო. შობას გილოცავ, საყვარელო. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ.